წარმოგიდგება თვალწინ, როდესაც ვახსენებ სიტყვას Tesla. This is Elon Musk. რა თქმა უნდა, ილონ მასკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და კომპანია Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიისა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და პოპულარულ ელექტროავტომობილებს უშვებს. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მარტივად ლაგდება. სერვისწავლული ნიკოლა ტესლა დაკავშირებულია ელექტროობასთან. ილონ მასკი ნიკოლა ტესლას დიდი ფანია და მან დააარსა კომპანია, რომელსაც დაარქვა Tesla-ს სახელი, მაგრამ არა, ყველაფერი სულ სხვაგვარად არის. როდესაც ილონ მასკი კომპანიაში მივიდა დასაწყისში, ამ კომპანიას უკვე ერქვა ეს სახელი და ის იქ მივიდა როგორც ინვესტორი, ხოლო მოგვიანებით გახდა აღმასრულებელი დირექტორი. ასე რომ, ილონ მასკს არ შეუქმნია კომპანია Tesla. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინტერვიუს თანახმად, ილონ მასკი საერთოდ არ არის ნიკოლა ტესლას ფანი, არამედ მას უფრო მეტად სიმპათიები აქვს ტომას ედისონთან. ტომას ედისონი ეს ადამიანია, რომელმაც პირველად შექმნა ფონოგრაფი. ასევე მის სახელს უკავშირდება ნატურა, რომელიც ყველაზე დიდხანს იწოდა იმ დროს.